Თქვენს ცხოვრებაში იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სერიოზული ურთიერთობა გქონდათ ქალთან, მოგვიანებით წლების შემდეგ გაიგეთ, რომ მაშვილი გაუჩენია თქვენგან და ეს ის ქალი იყო, რომელმაც გითხრათ, რომ არ მიყვარხარო და წავიდა. პირველი კურსელი ვიყავი, ჩვენთან კონსერვატორიაში ხო სწავლობდნენ. პლუს ასპირანტურაში კი არ ჩამოდიოდნენ, უცხოელებს ჰქონდათ ესეთი სტაჟირება 6 თვიანი. და იყო ესეთი ვესნა ერქვა იმ გოგოს ჩამოსული და მაშინ ძალიან დიდი მეგონა რა, ისინი კონსერვატორია და ასპირანტურა დამთავრებული ჩამოდიოდნენ 28 წლის, ახლა მე 17 წლის და მაგას აქში ეს სხვაობა საკმაოდ დიდია. ხო, 11 წელი. ეს 6 თვე ქონდა რომანი და მე როგორ იყო, ცოტა საბჭოთა კავშირი იყო და ეს რკინის ის იყო კედელი, რომ მიდიოდნენ სამუდამოდ ემშვიდობებოდი რა, იმიტომ რომ სად იყო მობილი, სად იყო Facebook-ი, რომ რაღაც კონტაქტი გაგრძელებულა. წავიდა ეს გოგო და ამშვიდობე. შემდეგ წელს ჩამოდის უკვე სხვა იგივე კონსერვატორიდან სტაჟირებას დამთავრებული. იმათ ხო ერთი წელი ყავთ. და რაღაცა იმაში ვზივართ უსოვკაში და აი ვესნამო ვიღაც ქართველია პატარა ბიჭისგან შვილი გააჩინა. და გავგიჟდი ხა მეთქი მე ვარ მეთქი პატარა ბიჭი მეთქი რა. გამოვარდი ტელეფონი არც მქონდა. მაშინ ტელეგრაფში მიდიოდი და იქ იმეებით რა ერთები. და 1-4 საათი რო ელოდები რომ შეგაერთები, დაველაპარაკე დედამის, სერბულად ლაპარაკობდა, მე ცოტა ოდნავ მესმოდა. მოგდა 4-ჯერ 5ჯერ დავრეკე და როგორც იქნა გოგოზე გავედი და უკვე გასულია 3 წელი თითქმის რა. მე გავთხოვდიო ცოტა ხანია ამერიკაში მივდივარო და დაივიწყეო ამ ბავშვმა იცის რომ ის მამაა და ეცოდინებაო და არ მიშენგა შვილი მინდოდა გავაჩინე და კარგად იყავი და წავიდა. ბიჭი იყო თუ გოგო? ბიჭი, სახელიც ვიცი. რა ქვია? დრაგანი, იუგოსლავური სახელია რა. და ეძებდით ბუნებრივია. ძალიან დიდხანს ვეძებდი და ვერანაირად ვერ მივაგენი. მიუხედავად იმისა, არც Facebook-ი აქვს ამ გოგოს. შეიძლება სხვა გვარზეა, აი ვირტუალურ შეიძლება სახელით შეიცვალა. შეიძლება ვირტუალურ სივრცეებში ვეძებე და ვერანაირად ვერ ვიპოვე. ამზე გექნებათ ნაფიქრი. მან არ იცის თქვენი არსებობის თუ იცის და უბრალოდ არ უნდა. არა, მგონია რომ შვილმა არ იცის. არ იცის. ამერიკაში რო ვიყავი, აი სულ ფიქრობდი შეიძლება შემთხვევით შემხვდეს მეთქი და მივხვდები რომ ჩემი შვილია მეთქი. თუმცა ვიზუალურად არ იცით როგორია. არა, საიდან. ხო, რთულია. მეორე შვილის არსებობაც შემთხვევით გაიგეთ. არა, მეორე შვილის არსებობა ვიცოდი, უბრალოდ არც ცოლად მოყვანას ვაპირებდი რა, ეს იმ პერიოდში ახლა როდესაც სტუდენტი ხარ, ერთი კი და 7 რომანი გაქვს რა. ხო. და ნუ ამ ქალთან ვიჩხუბებდი, დავცილდებოდი, ბალერინა იყო ეს ქალი. და მოხდა ისე რომ ყოველი ზაფხული მივქროდი ხოლმე ახლა ერთი სული მქონდა ბიჭუნთაში როდის ჩავიდოდი და მეუბნება ფეხზე მეთვალო. და ესე ბევრჯერ მომატყო რომ შევრიგებულიყავით რა. და ამ ეტაპზეც რომ მითხრა, ერთხელ დაჟე ბალიშიც დამხვდა რა. და მითხრა რომ ფეხზე მეთვალე წავედი მე რა, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ჩამოვედი ოქტომბერში და მართლა რომ დამხვდა დიდი მუცლით. და გაჩნდა და მე დედაჩემი, ბებიაჩემი სამშობიაროსთან ვიყავით, გააჩინა ბავშვი. მაგრამ ის დედა იყო გაბრაზებული და არა, ნუ კი ხა იქ. ამ გოგოს დედა? დედა. ჩხუბი და დედა ყავდა რუსი, მამა ფრანგი. და რაღაცა ჩხუბი დაგვიწყო რაღაცა არ მოგავგავეროთ, მაგრამ მაინც ჩვენ მივდიოდით ხოლმე, ერთხელ მე და მაია ჯაბოა იყო ჩამოსული, მივედით ბავშვი ვნახეთ. 1 წელი იყვნენ მოსკოვში. 1 წლის რო გახდა ეს ბავშვი, ეს ქალი დაბრუნდა მამასთან, წავიდა საფრანგეთში საცხოვრებლად. ესე იგი იმ დროს, საბჭოთა კავშირის დროს ყოველ წელს ვიღებდი ტურისტულები რო იყო რაღაცა. ჩავდიოდი, ყიდულობდი საჩუქრებს, რაღაც იკრებს ყიდიდი თუ რაღაცა რესტორნებში, რომ სად ქონდა მაშინ იმდენი ფული, ხო? და სულ საჩუქრებს და ვასეირნებდი, ვიდეოც ამაქვს. მე ეს რომ მეუბნება, რატო ხარ ესეთი კეთილი ბიძიაო რა, რატომ მეფერებიო? შვილი გეუბნებოდა, რომელმაც არ იცოდა რომ მამა იყო. არ იცოდა, არც მან არ იცოდა, იმიტომ რომ ეს ქალი ჩავიდა თუ არა გათხოვდა, გაყვა მუსიკოს სხვათა შორის. რომელიც მე ძალიან მოეწონა ჩემი მუსიკა და უნდა რომ პროდიუსერი გავხდარიყო. სანტა-ბარბარაში შემოვიდა ისე. ახალი გმირი. და საკმაოდ კარგი ადამიანი იყო ის და ბავშვსაც კარგად უვლიდა რა. და ტრავა არ მიაყენო, არ უთხრა, ვიცის რომ მამა არისო რა. ხომ არა რთულია. არა, ძალიან ძნელია. ძალიან რთულია, როდესაც 8 წლამდე მოვითვინე და შანზელიზეს თეატრში მქონდა კონცერტი და ბებია მოიყვანა. და მართლა ძალიან დიდი წარმატება მქონდა, ხელების მაგალითად ფეხებს აბაკუნებდა, ეგარი ყველაზე დიდი გამოვლენა აპლოდისმენტი საფრანგეთში და რო გამოვედი ეს მოვარდა ჩემთან შეხო მამა ჩემი ხარო რა. და მე ვეღარ მოვითვინე და კი მეთქი და ჩავეხოთე და ეგ იყო და ეგ. Salut mon mec, salut.
Entre nous ça va plus. Disparaît de ma vie. J'espère que t'as compris.